1 ნოემბერს სასტუმრო ბილტმორში მრავალშვილიანი ოჯახების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოში მცხოვრებ 27 ოჯახს ფულადი პრემია და ხატები საჩუქრად გადასცა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა 14 სასულიერო და 13 საერო პირი, რომლებსაც 10-ან მეტი შვილი ჰყავთ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა არქიმანდრიტმა ეფრემმა. მან რწმენაზე, მრავალშვილიან ოჯახებსა და დემოგრაფიულ პრობლემაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვა სასულიერო პირები, ვატოპედის მონასტრის წევრები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქ არის 27 ოჯახი, მათ 10-ზე მეტი შვილი ჰყავთ. ამ სიაში 14 სასულიერო და 13 საერო პირია. დემოგრაფიული პრობლემა აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთშიც და მდგომარეობა ამ მხრივ არც ერთ ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ საჭიროა ადამიანს ჰქონდეს რწმენა ღვთისადმი და იყოლიოს მეტი შვილი. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა სიტყვით გამოსვლისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ისაუბრა. ახლა მე საჯარო აღსარებას ვიტყვი. ეს დღეები საქართველოში რომ ვარ, როცა ვიცი რომ პატრიარქი არის საპატრიარქოში და ლოცულობს ყველა ჩვენგანისთვის. უკვე გრძნობ რომ ეს არის საქართველოსთვის დიდი უსაფრთხოება. თუნდაც არაფერი გააკეთოს და მხოლოდ ილოცოს თავისი ქვეყნისთვის. მისი ლოცვა ყველაფერს ცვლის საქართველოსთვის, როგორც ნამდვილი სულიერი მამა, მხოლოდ ლოცვითაც აკეთებს ყველაფერს. ათონის წმინდა მთის დიდი მონასტრის, ვატოპედის დიდი მონასტრის იღუმენია საქართველოში ჩამოსული არქიმანდრიტი ეფრემი და შესაბამისად ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ვეზიაროთ მრავალსაუკუნოვან უწყვეტ ტრადიციას სულიერი ცხოვრების პრაქტიკისა. იმ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისა, რომელიც ღმერთთან ურთიერთობიდან არის ამოსდილი, რასაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა ქვია. და აი დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი აი ამ ვიზიტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ვფიქრობ მნიშვნელოვანი, ეს იყო შეხვედრა სამრევლოსთან, თავისუფალი იყო დასწრება, ყველა შეელო მოსვლა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალშვილიანებზე. საერთოდ არქიმანდრიტი ეფრემი გამოირჩევა აი პავლე მოციქულის დარი მოღვაწეობით, გულისხმობ იმას, რომ მის გარდა ღვთის სიტყვის გავრცელებისა და ქადაგებისა დიდი ქველმოქმედია და ამ შემთხვევაშიც თქვათ გამოარჩია საქართველოში ის ადამიანები, რომლებსაც 10 და მეტი შვილი ყავდათ. ბერძენია და იცის რა საბერძნეთშიც არის პრობლემა და საქართველოშიც ეს როცა თქვათ დემოგრაფიულ პრობლემას გულისხმობ და იცის ეს ტკივილი მისთვის ახლობელია და გამოცდილი აქვს თან თვითონ მრავალშვილიანი ოჯახიდან არის და ამიტომ გამოარჩიეს ადამიანები, მათ შორის ძალიან ბევრი იყო სასულიერო პირი და დააჯილდოვა და ეს ძალიან ესეთი ემოციურ და ლამაზ ესეთ გარემოში გაკეთდა და ამავე დროს რა თქმა უნდა იყო ღვთის სიტყვის ქადაგება, რაც უპირველესი მოვალეობა ქრისტეს ღვდლისა, როგორც არის ამ შემთხვევაში არქიმანდრიტი ეფრემი. მადლობა ღმერთს. ის დიდი იოსებ ისიქასტის მემკვიდრეა, დიდი წმინდანის, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანის იოსებ ისიქასტის მემკვიდრეა და მისი სიტყვა შესაბამისად მადლის მიერი ცეცხლოვანებით გამოირჩევა. მე რა თქმა უნდა მადლობელი ვარ უფლისა, რომ ჩვენ სამრევლოს წილად ხვდა, რომ დღევანდელი შეხვედრის ორგანიზება გავიკეთებია. ჩვენთან სამრევლოში ეკლესიის ამაღლების სატაძრო კომპლექსში არის გრიგო ხანძთელის სახელობის განათლების კერა და კონკრეტულად აი ამ განათლების კერამ გააკეთა ორგანიზება დღევანდელი შეხვედრის. პირველეს ყოვლისა მადლობელი ვარ ღმერთის დღევანდელი დღისთვის, ასევე მადლობელი ვარ გერონდასთვის, მე გერონდას ამ თბილი დალოცვისთვის, საჩუქრისთვის იმ დაფასებისთვის, რომელიც მრავალშვილიანებს, მე გახლავთ 10 შვილის მამა დავით ჯინჭარაძე, მეუღლესთან ერთად, ნათია საოლკოძესთან ერთად, მადლიერები ვართ დღევანდელი დღისთვის და მადლობა ყველა ორგანიზატორს ამ დიდებული საქმისთვის. იმედია, რომ საქართველოში მრავალშვილიანობა მოიმატებს და დემოგრაფიული საკითხიც გამოსწორდება. მე გახლავთ ნინო ბზვანელი, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძის მეუღლე, 13 შვილის დედა. დღეს არის ისეთი საზეიმო დღე და ისეთი ბედნიერები ვართ და
ისეთი პატივცემულები ვართ. არქიმანდრიტი ჩამობრძანდა ათონის მთიდან და მრავალშვილიანი დედები დაგვაჯილდოვა უძვირფასესი ხატებით და პატარა პრემიებით. და იმის თქმა მინდა რომ 10 და მეტი შვილი ვისაც ყავს მოიძია საპატრიარქომ მეუფეშიოს ლოცვა კურთხევით სიები თითოეული მათგანის ისეთ ბედნიერები არიან ეს ქალბატონები რომ დაფასებულები არიან ბავშვებიც აქ არიან და ძალიან დიდი მადლობა არქიმანდრიტს. მე გახლავართ ირინა თომასიანი 11 შვილის დედა. დღეს იყო დაუვიწყარი დღე ჩვენთვის და ალბათ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ღვთაწილად შეხვედრილიყავით მამა ეფრემს. ჩვენ ვართ 10 შვილიანი ოჯახი. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენ საპატრიარქოს, ჩვენ სტუმრებს. შეგახსენებთ, რომ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამობრძანდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც.